ჩვენი გეგმის მიხედვით საქართველო იქნება ეკონომიკურად ბევრად უფრო გამძლე ქვეყანა, იქნება სტაბილური გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა 8-12%-ის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენ სწრაფად შევქმნით სტაბილურ სამუშაო ადგილებს, რაც ყველაზე მთავარი ამოცანაა დღეს საქართველოსთვის. რაც შეეხება დანარჩენ კითხვებს. კიდევ ერთხელ მინდა ძალიან მარტივად გავიმეორო ის, რაც ვთქვი. მე არ მithქვამს, სად მიგულისხმია, რომ რაღაცაზე ვისაუბრებ ბატონ დავითთან პირადად და იმას არ ვისაუბრებ ეთერში. რასაც ვეთქვი ბატონ დავით, უბრალოდ იმას ვიტყვი კიდევ ეთერში. ის რაც სახელმწიფო თანამდებობის პირებს ინფორმაცია აქვს მიღებული საიდუმლოდ და კონფიდენციალურად ვალდებული არიან, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურად და საიდუმლოდ შეინახონ იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ ეს ინფორმაცია კონფიდენციალური და საიდუმლო იქნება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც ვთქვი წინა მაყურებელსაც და იგივე მინდა უპასუხო ამ მაყურებელსაც ნებისმიერ კითხვას, რომელსაც ისინი დასვამენ, მე გავცემ ნებისმიერ კითხვას მე უპასუხო, ნებრივია. და ჩემი პასუხი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება გულწრფელი პირდაპირ და მათ ძალიან მნიშვნელოვანია ყველას რომელიც ახლა შეეხება პირველ კითხვას ალბათ ყველაზე მთავარს მაინც საბოლოო ჯამში არა უბრალოდ კიდევ ერთი საკითხი პასუხისმგებლობის აღება რაც ნიშნავს ასევე ორი პასუხისმგებლობა ერთი არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა როცა ადამიანი გარემოების გამო მიდიხარ თანამდებობიდან და მე უკვე გავაკეთე 7 ნოემბრის შემდეგ და არსებობს სამართლებრივი პასუხისმგებლობა თუ ადამიანი დამნაშავეა და სიტყვის სამართლის ან ადმინისტრაციული დანაშაული აქვს ჩადებული, შესაბამისად ან ჯარიმას გადაიხდის, ან შესაბამისად მოიხდის სასჯელს. მე ასეთი დანაშაული არ ჩამიდენია და შესაბამისად არც არაფერი არ მაქვს სამეუღლო, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ნებისმიერ კითხვას, რაც იქნება ჟურნალისტის, ჩვენი თანამოქალაქის თუ გამომძიებლის, ბუნებრივია ნებისმიერ დროს მზად ვარ რომ უპასუხო და ამით არაფრის არ მეშინიათ. მინდა რომ ამ ჩვენს ტელემაყურებელსაც ესმოდეს და მთელს საქართველოს. ახლა თავარი შინაარსობრივი კითხვა. ბუნებრივია ტანკების გარდა საჭირო იყო თავდაცვის სხვა, მათ შორის საჰაერო საშუალებები, რომელიც ასევე ჩვენ შევიწყიდეთ კიდეც თავის დროზე და როგორ გამოგვადგა ეს ყველაფერი და სწორი იყო თუ არა ეს ყველაფერი და სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილებები, ამაზე საზოგადოება სჭირდება პასუხი. მე ისე როგორც თქვენ, ყველა საზოგადოება სჭირდება ამ კითხვაზე პასუხი, ამიტომ მოვითხოვ რომ 2004 წლიდან დაწყებული 2008 წლის ჩათვლით დღემდე საერთოდ ნებისმიერი სამხედრო შეხედვა იყოს გამოქვეყნებული, იმიტომ რომ ჩვენს გვაინტერესებს ორი კუთხით. ისე როგორც თქვენ, მეც მაინტერესებს ეს ორი კუთხით. რა შეარაღება იყო ნაყიდი, რატომ არ აღმოჩნდა ამდენი დახარჯული ფული, საკმარისი თუნდაც მე ამას წინათ უთხარი ეს სოხუმიდან უბრალოდ აფხაზეთიდან დევნილებს იქ 13 თვის და 13 დღის განმავლობაში ვიცავდით ჩვენ აფხაზეთს და აქ ომი გაგრძელდა სულ რაღაც 4 საათის განმავლობაში. თუ ვიტყდებით ომს 13 დღე მაინც უნდა გვეუბნა, ამაში სწორედ საქმე. 13 დღის განმავლობაში მაინც უნდა დაგვეცხო ჩვენი მიწა-წყალი. 2 საათი 3 საათის შემდეგ 3 საათის შემდეგ ჩვენი შეარაღებული ძალები დაშლილი იყო საომარი ველიდან ასე ვთქვათ უკუგდებული და ასეც იქნებოდა, იმიტომ რომ რაც უთხარი მე წერან აქ ბატონ დავით თავის კითხვაზე, როცა ერთი კაცი გამოგადგება რუსთაველის ქუჩაზე, ის ვერ გამოგადგება ვერავითარ შემთხვევაში ფრონტის ხაზზე. და ამ კითხვებზე უნდა მივიღოთ ჩვენ სწორედ პასუხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ახლა რაც შეეხება როგორ განცდის საზოგადოება დღევანდელ ჩემს საუბარს ან თუნდაც იგივე იმ ეკონომიკურ გეგმას, ეს მისი საქმეა, ამას ის გადაწყვეტს, როდესაც ამის დრო მოვა, როდესაც შეადარებს ამ გეგმას სხვა გეგმებთან, ამ ჩემს ლაპარაკს სხვის ლაპარაკთან და როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას. ახლა რაც შეეხება იმას, რაც ხდება არა მარტო ქობულეთში, არამედ აჭარაში, მიდის სწორად სერიოზული რეპრესიები ჩემი მხარდამჭერების წინააღმდეგ, მინდა სამოთვალო ზოგიერთი მათგანი ჯონი ბაბილოძე, რომელიც პროფესორი ჯონი ბაბილოძე, რომელიც მანამდე აჭარაში ხელმძღვანელობდა საბაჟოს, იმის შემდეგ საქართველოს ხაზინას, რომელიც არის გამორჩეული შვილი იმ კუთხის აჭარის და ციხეშიშის მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი დანიშნული იყო ის თავის დროზე, ასევე ზურაბ წერიძე, დათო გზელიძე და სხვა ადამიანები, განსაკუთრებული შემთხვევა პარტა კაიკაშვილის შემთხვევა, რომელსაც სახალხო დამცველის ხუთწლიან ანგარიშიც გიმოვდა. ჩაუდეს ნარკოტიკები, სცემეს დაკავების დროს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ სავალალოა. მე არ ვიცი ახლა რა ცელოდებოდნენ ამ
გადაწყვეტილებების მიღების დროს ჩემი ძველი თანამებრძოლები ახლა პირდაპირ დაესმოდა მაგას ფულის წარწერა ჩემთვის შეუძლებელია მე ნებისმიერ საქმეს რომელიც დავიწყე აუცილებლად ბოლომდე მივიყვან და მინდა პირდაპირ უთხრა არა მარტო შემკვეთეს არამედ შემსრულებლებსაც ეს მათთვის მე მიყვანს რამოდენიმეჯერ ახლა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო პირდაპირ ეთერის მეშვეობით გაიძებია არა მარტო შემკვეთები არამედ შემსრულებლებით უკანონო ბრძანებებით აღსრულებისთვის და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩაძენისთვის ეს აუცილებლად მოხდება ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ყველა ადამიანი ვინც საქმეში იყო გარეული აუცილებლად იქნება სასტიკად დასჯილი და საერთოდ ძალიან ძიმე ვითარება სოფელში შექმნილი აჭარაში სულ ახლახანს 2 თვის წინ პრაქტიკულად იქ ყველაზე ბოლო შემთხვევა არჩევნების დაყალბების საქართველოში იქ მოხდა სწორედ ამიტომ ჩვენი ამოცანა აჭარის რევოლუციის 5 წლისას აჭარა შეხვდეს ყოველგვარი კლანების გარეშე და ჩვენ ამაზე აუცილებლად ვიზრუნებთ. თან აჭარა იქნება კლანების გარეშე. თან სააკაშიც მესმოდეთ რომ ის ასე ადვილად აჭარაში ვეღარ იდის როგორც დღეს ამას ახერხებს. ეს მას უნდა იცოდეს. ჩვენ როგორც ჩანს, სხვა არაფერი არ დაგვშენია, გარდა იმისა რომ ცოტა უფრო სერიოზულ აქციებს და მოქმედებებს მივმართოთ აჭარაში და ამას ალბათ გავაკეთებთ კიდეც ვიწყებთ ამას იანვრის ბოლოს. და ზურა ბატონო, დავწერთ რა, მოდით დავიკითხე მე, რომ აი თქვენ დღეს უნდა დაფიქსირეთ, რომ 7 ნოემბრის შემდგომ მე გადავდექიო. იყო ვექცია და ნუ გაფრთხილებული ჩოი, რომ თქვენ ავადმყოფობის გამო გაგაფარეს უბრალოდ პრეზიდენტმა. რეალურად ვითხარით, რატომ გადადექი? 7 ნოემბრის შემდეგ მე არ მინდოდა მთავრობაში მუშაობა, არც პრეზიდენტს უნდოდა რომ მთავრობაში მუშაობა გამეგზელებინა ეს ორივე გადაწყვეტილება იყო და მე მაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით მით უმეტეს აი ამ დღევანდელი გადასახედიდან ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიგვიღია ორივე. თქვენგან იყო ინიციატივა თუ მისდა? ერთობლივი გადაწყვეტილება. ერთობლივად აღწევ არაფერი ბუნებაში. ამ პირველი ჩვენ დაწერა და მან მოაწერა. ჩემსგან იყო ნიშნები და ისგან იყო გადაწყვეტილება. და ეს ნიშნე იურიდიულად 16-ში გადადექი. Ja, ფორმალურად. ჩვენ ამის შემდეგ ჰქონდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენა, რომელიც უნდა დაგვემთავრებინა ჩემი ვიზიტი თურქეთში, შემდეგ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრობის სტუმრობა საქართველოში. ახლა ისე უნდა მემოქმედა როგორც მოქმედებენ მგონი, რომ ჩემი გადადგომით საქართველოს ზიანი ამისთო. ორი შეკითხვა მაქვს მე კიდევ. აი ვიტყოდეთ რომ ბატონ დავით მინდა ისედაც რომ მაშინ დასამალს არაფერი არ არის, ახლა მაშინ მე პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვფიქრობდი, სადაც პოლიტიკაში მოსვლა არ ვფიქრობდი, რანაირი პოლიტიკური გეგმა არ მქონდა. უფრო მეტიც 5 იანვარს, ეს 5 იანვარია თქვენ ახსენეთ არჩევნებში, მიხეილ სააკაშვილს ვეხმარებოდი აჭარაში, შეიძლება ითქვას რომ არა ეს დახმარება შეიძლება ვეთქმებოდა. კაი, ალბათ ვეთქმებოდა. თქვენ აღიქვია ქვეყანა, აბა. მაშინ ერთ შეკითხვას დაგიხსნათ. აბა, თქვენ სუბარმა აგერ პარლამენტში სენსაციული რაღაცა თქვა, რომ 4-შიო ვანო მერაბიშვილის კანტორაში რაღაც საიდუმლოს ერობა და ბინძური რაღაც ილეთების დახვეწის ტექნოლოგიაზე იყო საუბარი. ხა იცოდით აი ამ საიდუმლოს ერობის შესახებ? კრიმინალური ერობა. მაშინ არა, ახლა ეს ვიცი ამის შესახებ ინფორმაცია მაქვს. აი მაშინ ხდოდა და შეასრულეთ. მაშინ ეს რომ ცოდნოდა ეს არ მოხდა. ახლა ეს ხოდათ გავლენა ისეთი ვანო დარწმუნებული ვარ რომ ეს არ მოხდებოდა. დღეს ამის მეტის თქმა შემიძლია. თუმცა ბუნებრივია ახლა რომ არჩევლობას გავს შეიძლება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ეს არ მოხდება. თქვენი აზრი მაინტერესებს, საინტერესოა საერთოდ ეს პერიოდი შესაძლებელია ერთადერთი ის ბედავს მარტო ეს ეროსიგის მარიშვილი ბედავს და დაწერს ალბათ რაიმე საოცრებას, თან რომ იანვარში გამოვა განულ წლებზე მისი მოგონებელი მემუარების გავსვა. მართლა სენსაციური ბევრი რამ იქნება. რა გაწედავს ეროსიგის ესაც მე ვერ ბედავ მაგას. ასე გეუბნებით. ტექნოლოგია გადაწყვეტილებების არის პაკეტი შედგება ორი ნაწილისგან. ფაქტის შემცველი მე რასაც უყურებ. პაკეტი შედგება ორი ნაწილისგან. გამიგეს? ეს საკითხები შეიცავს